მოგესალმებით. დღეს განვიხილავ არარეზიდენტის დაბეგვრას, წყაროსთან, ორმაგი დაბეგვრი და უკუდაბეგვრის დერეკე. არარეზიდენტის დაბეგვრა წყაროსთან. როდესაც არარეზიდენტს ვუხდით თანხას, გადასახადს აკავებს რეზიდენტის საგადასახადო აგენტი. იმ შემთხვევაში, თუ განაცემი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამ პირობას. შემოსავალი უნდა განეკუთვნებოდეს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს 104 მუხლი. შემოსავალი არ უნდა მიეკუთვნებოდეს არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოში შეპესე დაარსებული. უნდა გამიწიოს მომსახურება საზღვარგარეთიდან და არა საქართველოში არსებული ოფისიდან. მესამე, არ უნდა იყოს განთავისუფლებული ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების მიხედვით. ესე იგი, დასაკავებელი გადასახადი, ანუ პროცენტი, არ უნდა იყოს განთავისუფლებული ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების მიხედვით. ან ორმაგი დაბეგვის შეთანხმება საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ან შეიძლება არსებობდეს, მაგრამ იქ ეწეროს, რომ საქართველოში იბეგრება. თუ ორმაგი შეთანხმება ათავისუფლებს, მაგრამ რეზიდენტობის ცნობა არ გვაქვს, მაშინ თავისთავად დასაბეგრი იქნება. გადასახადი რომ გადავიხადოთ, პირველ რიგში ამ სამ პირობას ვუყურებთ. თუ სამივე პირობა სრულდება, ამის შემდეგ ვუყურებ განაკვეთს, თუ რომელი განაკვეთით დავბეგრო. დაკავებას ახდენს საგადასახადო აგენტი. საგადასახადო აგენტი არის შეპესე, მეწარმე და სხვა რეგისტრირებული პირი და ასე შემდეგ. გადასახადის განაკვეთები გვაქვს მოცემული. დივიდენდის შემთხვევაში არაოფშორში ვიხდით 5%, პროცენტის შემთხვევაში 5%, როიალტი 5%, გადაზიდვები 10%, ხელფასი 20%, ნავთობი გაზი 4%, იჯარა 20% და სხვა დანარჩენი 10%. ოფშორში ოდნავ განსხვავებული გადასახადი გვაქვს, თუ კი ოფშორში ვრიცხავთ, ხო? ოფშორი რა არის? ოფშორი ეს არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათის პირობებით სარგებლობენ, როგორიც არის მაგალითად დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფულის წარმომავლობის ნაკლები კონტროლი და ასე შემდეგ. ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი. შემოსავალი, რომელიც განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. 104 მუხლის მიხედვით შემოსავლის წყაროს განსაზღვრავს ტერიტორია, საქონლის მომსახურების ფაქტობრივი გაწევის ადგილი. ეს არ ეხება გადაზიდვებს, პროცენტებს, დივიდენდებს, როიალტს. მომსახურება რომ მივიღეთ არარეზიდენტისგან, ვუყურებთ ეს მომსახურება საქართველოში გამიწია, თუ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეა გაწეული. ანუ თუ არ ჩამოსულა არარეზიდენტი და იქ იმუშავა და გადავუხადეთ ფული, მაშინ არ ითვლება საქართველოში არსებულ შემოსავალს და შესაბამისად გადახდელ თანხაზე გადასახადს არ ვაკავებთ. თუ ჩამოვიდა, იმუშავა საქართველოში და ფული გადავუხადე, წყარო საქართველოა და შესაბამისად დასაბეგრია. მე თუ ჩავედი იქ და იქ გამიწია მომსახურება, ესეც არ შედის საქართველოს ტერიტორიაზე, მიღებულ შემოსავალს და არ ვაკავებ. ზოგადად წყაროს დაბეგვრას არ დაბეგვის დროს ვითვალისწინებ მომსახურება გაიწია საქართველოს ტერიტორიაზე თუ არა. საქართველოში მიღებულ შემოსავლად რომ ჩაითვალოს, უნდა მივიღოთ მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე. საერთაშორისო გადაზიდვებისთვის გადახდილი თანხები მიეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, თუ ადგილი აქვს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გადაზიდვას, ანუ თუ ერთ-ერთი წერტილი გადაზიდვის არის საქართველო, მაშინ წყარო საქართველო იქნება და შესაბამისად ესეც დასაბეგრია. ადგილობრივი გადაზიდვები ითვლება, როდესაც არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, წყარო საქართველო და დასაბეგრი ოპერაციაც გამოდის შესაბამისად. მეორე, შემოსავალი არ უნდა მიეკუთვნებოდეს არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას. მუდმივი დაწესებულება რა არის? ახლა მუდმივი დაწესებულება ეს არის, როდესაც არარეზიდენტს ოფისი, ბიურო, წარმომადგენლობა აქვს საქართველოში. გამონაკლისი შემთხვევა არის, თუ უცხოურ კომპანიებს აქვს ოფისი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ რაღაც საქმიანობის მიზნებისათვის, მაგალითად, საქონლის შენახვისთვის, მარაგის შესანახად და ასე შემდეგ, ანუ არ ახორციელებს იგი ყიდვა-გაყიდვას ამ შემთხვევაში.
მესამე, არ უნდა იყოს განთავისუფლებული ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების მიხედვით. ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებამ რომ იმუშაოს, გჭირდება რეზიდენტობის ცნობა, არარეზიდენტი უნდა იყოს შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი, გათავისუფლებულია თუ არა არარეზიდენტის გადახდილი შემოსავალი, ხომ არ აქვს ადგილი არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირისგან საბაზრო ფაზზე გადამეტებულად შესყიდვას და აქვს თუ არა არარეზიდენტს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. განვიხილოთ თითეული მათგანი. რეზიდენტობის ცნობა. როდესაც არარეზიდენტს მოხდი თანხას და არ გვინდა დაკავება წყაროსთან, მაშინ იმ ქვეყნის რეზიდენტობის ცნობა უნდა მოვითხოვოთ. ამ რეზიდენტობის ცნობის გაცემა ხდება ყოველწლიურად. უნდა განახილდეს ხოლმე წელიწადში ერთხელ. გჭირდება იმიტომ, რომ შეიძლება შეიცვალოს იურიდიული მისამართი და ამიტომაც უნდა გქონდეს ყოველწლიურად ახალი ცნობა. მეორე, არარეზიდენტი უნდა იყოს შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი. ხა ეს რას ნიშნავს? არ უნდა იყოს ფულის გამტარი, ესე იგი, ანუ უცხოურმა კომპანიამ ფული ტრანზიტად არ უნდა გაატაროს სახიფათოა პროცენტებთან, როიალთან მიმართებაში უფრო მეტად. მაგალითად, გადახდილი პროცენტები რომ არ დავბეგროთ, ვისაც მე პროცენტი მივეცი, იმას ქონდა სესხი აღებული გერმანული კომპანიისგან, აი აქ არ გამოიყენებენ ორმაგ დაბეგვრას და დააჯერიმებენ კომპანიას, რადგან ამაზე არის ბრძანება 333-ში თუ სწორად მახსოვს, ბენეფიციურ მფლობელზე არის, კარგად არის ჩანაწერი. შემდეგი მესამე განვიხილოთ. მესამე, განთავისუფლებულია თუ არა არარეზიდენტისთვის გადახდილი შემოსავალი. ესე იგი, ხელშეკრულების ჩანაწერი უნდა ვნახოთ ასევე. აქ არის იბეგრება მეორე სახელმწიფოში, ხელშეკრულებაში როგორ წერია, იბეგრება მეორე სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში და შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ მეორე სახელმწიფოში. ეს ჩანაწერი როგორ არის, როგორ წერია, ის უნდა ვნახოთ, ხო? ამ სამი წინადადებიდან სახიფათოა ჩანაწერი შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ორმაგი დაბეგრის შეთანხმებამ არ იმუშაოს ამ შემთხვევაში. ორმაგი დაბეგრის ჩანაწერი მუშაობს, როცა წერია იბეგრება მეორე სახელმწიფოში. ან შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ მეორე სახელმწიფოში. მხოლოდ თუ წერია, მაშინ მუშაობს ხოლმე ორმაგი დაბეგრის ხელშეკრულება. და მეოთხე, ხომ არ აქვს ადგილი არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირისაგან საბაზრო ფაზზე გადამეტებულად შესყიდვას. თუ ორმაგის შეთანხმება არის, მაგრამ გარიგება არის დადებული ურთიერთდამოკიდებულ პირთან, ხო, ასეთ დროს ჩაირთვება transfer pricing-ის, იგივე კონტროლირებადი ოპერაციის მომსახურება და საბაზრო ფაზზე ზემოთ ორმაგის ხელშეკრულება აღარ მუშაობს, ამიტომ საფრთხილო და სახიფათოა ეს თემა. თუ transfer pricing-ის დროს საბაზრო ფაზზე მიტია შესყიდვის შემთხვევაში, მაშინ არ მუშაობს ორმაგი დაბეგრვა, ხოლო არ მუშაობს ორმაგი დაბეგრვა, დიახ. ხომ არ აქვს ადგილი არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირისგან საბაზრო ფაზზე გადამეტებულად შესყიდვას, ამას უყურებთ. ამ შემთხვევაში ნამედ თანხაზე ორმაგი დაბეგვრისგან თავიდან აცილების ხელშეკრულება შეიძლება არ გავრცელდეს და ეს თანხა მაინც დაიბეგროს, ხო? ცოტა ისეთი რთული თემა არის. ამ დროს ერთება ხოლმე კონტროლირებადი ოპერაციის სპეციალისტი. აი მაგალითად განვიხილოთ ესეთი შპს-ს ყავს დამფუძნებელი არარეზიდენტი კომპანია, ხო, რომელთანაც არსებობს ორმაგი დაბეგრის ხელშეკრულება, რომელიც ათავისუფლებს გადასახადისგან, რადგან აკმაყოფილებს პირობებს, მაგრამ თუ შპს-ს თავის დამფუძნებელ არარეზიდენტი კომპანიისგან აიღოს სესხი და გადაუხადა პროცენტი და ეს პროცენტი არის საბაზრო ფაზზე მაღალი ფაზი, ანუ უცხო ქვეყნის საბაზრო პროცენტთან უნდა შედარდეს, მაშინ აქ ჩაირთვება transfer pricing-ი და ბათილი იქნება ორმაგი დაბეგრის ხელშეკრულება და დაიბეგრება წყაროსთან შესაბამისი განაკვეთით. მაგალითად, თუ საზღვარგარეთ არის სიტუაცია 5% და შპს-მ 11%-ში აიღოს სესხი, მათი სხვაობა, ანუ 6%-ზე იქნება გადასახდელი. ხო, ეს მაგალითი აქ მქონია. ეს თქვი.
შემდეგი არის Google და Facebook-ი. ირლანდიის რეზიდენტია და არ დაიბეჭდება წყაროსთან, ეს ისედაც ვიცით, რადგან შემოსავალი საქართველოში მიღებულად უნდა ჩაითვალოს, წყარო საქართველოა, ანუ შესულდა პირველი პირობა, მეორე პირობა არ უნდა ჰქონდეს მუდმივი დაწესებულება, მათ არ აქვთ საქართველოში ოფისი და არ ითვლება მათი მათ არ აქვთ მუდმივი დაწესებულება საქართველოში, ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებები, ანუ მესამე პირობა ვერ შესულდა, რადგან ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება ათავისუფლებს. თუ რეზიდენტობის ცნობა გვაქვს, ან გვაქვს, არ დაკავდება ამ შემთხვევაში წყაროსთან. მესამე პირობა რომ, ესე იგი, მესამე პირობა რომ შესრულებულიყო და ორმაგ დაბეგვრს არ ემუშავა, ამ შემთხვევაში დაიბეგრებოდა აღნიშნული 10%-ით. ხო, ეს აღებული მაქვს კოდექსიდან. შემდეგ განვიხილოთ მაგალითი. მაგალითად, არარეზიდენტმა გამიწია სარეკლამო მომსახურება ბექგრაუნდ წყაროსთან 10%-ით, უკუდაბეგვრით 18%-ით. არარეზიდენტმა გამიწია მომსახურება თანამშრომლების სწავლასთან დაკავშირებით, აქაც ბექგრაუნდ წყაროსთან 10%-ით და უკუდაბეგვრით 18%-ით. არარეზიდენტმა შეაკეთა მანქანა დანადგარი, ბექგრაუნდ წყაროსთანაც 10%-ით და უკუდაბეგვრით 18%-ით. მეორე მაგალითი განვიხილოთ, არარეზიდენტმა გერმანულმა შეპესემ, რომელსაც ოფისი აქვს გერმანიაში, გაგვიწია სარეკლამო მომსახურება და აქ არსებობს ორმაგი შეთანხმება და გამოგვიგზავნა რეზიდენტობის ცნობა. თუ სამივე პირობა შესულდა, დავაკავებ წყაროსთან, ხო? პირველი შემოსავალი უნდა განეკუთვნებოდეს საქართველოში არსებულ წყაროს, ანუ ეს შესრულდა. შემოსავალი არ მიეკუთვნება მუდმივ დაწესებულებას, ნამდვილად არ აქვთ ოფისი აქ შესრულდა. არ უნდა იყოს გათავისუფლებული ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებით, არ შესრულდა, რატომ? არ დაიბეგრა წყაროსთან, რადგან სამიდან ერთი პირობა არ სრულდება. დაიბეგრება მხოლოდ უკუდაბეგრის DღG-თი. შემდეგი ეს არის პრინციპი დავწერე აქ, ანუ როდესაც პრინციპი, როცა ეს ფაქტობრივი ადგილის განსაზღვრა არ მუშაობს, სულ გვაქვს სამი განაცემი, რომელსაც ბექგრავ, არ ვუყურებ წყაროს სად არის, იბეგრება საქართველოდან, ქართული რეზიდენტიდან თუ გავიდა ფული, ამ სახით, ანუ 60% დივიდენდი, როიალტი, თუ ვუხდი როიალტი, ეს არის პროგრამული უზრუნველყოფას, თუ ვიხდი უზრუნველყოფის ღირებულებას, თუ ვიხდი ფრანჩიზ, თუ ვიხდი სასაქონლო ნიშნის ღირებულებას, უფლებას და ასე შემდეგ. პროცენტის დივიდენდის როიალტის დაბეგვრა შეიძლება გადაარჩინოს ორმაგი დაბეგვრის შეთანხმება, მაგრამ მაინც ესეთი თემაა, სადაო და საფრთხილო თემა არის. შემდეგ გვაქვს საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, ბექგრაუ აქ ხდება საქართველოს და უცხო ქვეყნის შორის გადაზიდვა. ან საქართველოსთან უნდა დაიწყოს, ან საქართველოში უნდა დასრულდეს, ანუ ერთ-ერთი წერტილი უნდა იყოს საქართველო, ხო? ადგილობრივი გადაზიდვა, ესენი მოგონი ცევით უკვე ვთქვი, ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, არარეზიდენტმა გადაზიდა საფრანგეთიდან შვეიცარიამდე სიტყვაზე, წყარო საქართველო არ არის, იმიტომ რომ არც ერთი წერტილი საქართველო არ ყოფილა. როდესაც ინუეში არ არის გამოყოფილი გადაზიდვის ღირებულება, საქონლის ღირებულებაში შედის ამ შემთხვევაში, ხო? ამაზე მანუალიც არის, ერეზედებს, როდესაც საქონლის მიმწოდებელმა ინუეში რო შეიყვანოს და გაშიფროს, მათ შორის გადაზიდვის ღირებულება გამოყოს მიწოდების ადგილამდე. ამაზე შეიძლება ვერ შემოგვედაონ და შეგვიძლია არ დავბეგროთ. შემდეგი მაქვს უკუდაბეგრის DღG. რა არის უკუდაბეგრის DღG? უკუდაბეგრის DღG ეს არის გადასახადი, რომლის გადახდაც უწევს კომპანია, თუ იგი უცხოეთიდან შეიძენს მომსახურებას. განეკვეთი არის 18%, უკუდაბეგრის DღG შეეხება მხოლოდ მომსახურებას.
ჩვეულებრივ შემთხვევაში DRG-ს დადეკლარირება და გადახდა უწევს გამწევს და არა მიმღებს. უკუდაბეკრულ შემთხვევაში მომსახურების მიმღები ადეკლარირებს და იხდის DRG-ს. უკუდაბეკრის ვალდებულება იმ კომპანიებსაც აქვთ, ვინც არ არის DRG-ს გადამხდელი, თუ კი შეიძენს არარეზიდენტისგან მომსახურებას. განვიხილოთ მაგალითები, ჩვეულებრივი DRG-ის შემთხვევაში როგორ იქნება. მაგალითად, შპს ნიკო, რომელიც არ არის DRG-ის გადამხდელი, იყიდა შპს ანისგან, რომელიც DRG-ის გადამხდელია, სარეკლამო მომსახურება 1080 ლარად. შპს ანიმ გამოუწერა ანგარიშ ფაქტურა. ნიკომ გადაუხადა ანის 1080 ლარი, საიდანაც 180 ლარი იყო DRG. ეხლა შპს ნიკო როგორ გაატარებდა აღნიშნულ ოპერაციას. დაადებეტებდა 14 მოთხოვნა ანის მიმართ 1180 ლარს, კრედიტში დაწერდა ფულს, რადგან ფული გავიდა 1180 ლარი. შემდეგ 73-ს დაადებეტებდა რეკლამის ხარჯი, მას სრული ხარჯი ჰქონდა, უნდა ანაზღაუროს სრულად, ანუ 1180 ლარია მისთვის ხარჯი და კრედიტში 14 მოთხოვნა შეიმცირა 1180 ლარი. შპს ანი როგორ გაატარებდა? მისთვის დებეტში შემოვიდა ფული 1180 ლარი, კრედიტში 61.90 შემოსავლად აღიარა 1000 ლარი და კრედიტი 33.30 ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მან 180 ლარი. ეხლა უკუდაბეკრვის DRG-ის შემთხვევაში როგორ ვიქცევთ? შპს ნიკო, რომელიც არ არის DRG-ის გადამხდელი, იყიდა არარეზიდენტისგან სარეკლამო მომსახურება 1000 ლარად და თან აქვს რეზიდენტობის ცნობაც. ესე იგი, საშემოსავლოს არ დაარიცხოს 10%, იმიტომ რომ რეზიდენტობის ცნობა ქონია და დავარიცხოთ მხოლოდ DRG-ს უკუდაბეკრვის, ხო? უკუდაბეკრვის DRG-ს. დებეტში 73.10 რეკლამის ხარჯი აღიარა 1180 ლარი, კრედიტში 33.31-ზე უკუდაბეკრვის DRG ბიუჯეტში რაც უნდა გადაიხადოს ის დასვა 180 ლარი და კრედიტში 12.10 გადაუხადა არარეზიდენტს 1000 ლარი. პროგრამაში როგორ გაატარებდა ქვევით მაქვს მოცემული. კომპანია, რომელიც DRG-ს გადამხდელია, მას აქვს უკუდაბეკრვის DRG-ს იმავდროული ჩათვლის შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში კომპანიას მხოლოდ უკუდაბეკრვის DRG-ს დადეკლარირების დეკლარაციის გაგზავნა უწევს, თუმცა არ უწევს თანხის გადახდა. უკუდაბეკრვის DRG და არარეზიდენტის საშემოსავლო 10%. ხა ისეთი მაგალითი განვიხილოთ. შპს ნიკო, რომელიც არ არის DRG-ის გადამხდელი, ყიდულობს არარეზიდენტისგან სარეკლამო მომსახურებას ისევ 1000 ლარად და რეზიდენტობის ცნობა არ აქვს. ამ შემთხვევაში რეზიდენტობის ცნობა თუ არ აქვს, უნდა გადაიხადოს 10%. და როგორ გააკეთებს ახლა ამას? DRG-ის სარეკლამო ხარჯი, ანუ 1000 ლარი უნდა აგროვოს 0.90-ზე, მიიღო აქედან DRG, შემდეგ დაამატ 10% საშემოსავლო გამოვიდა 111 ლარი, DRG გამოვიდა 200 ლარი. აქაც გატარებები მაქვს გაკეთებული, 73.10-ზე სარეკლამო ხარჯი გაატარა, კრედიტში უკუდაბეკრვის DRG გაატარა, შემდეგ არარეზიდენტის საშემოსავლო გაატარა კრედიტში და ასევე კრედიტში არარეზიდენტს გადაურიცხა 1000 ლარი თანხა. პროგრამაში როგორ გატარდება? აი აქაც მაქვს განხილული. რა იბეგრება უკუდაბეკრით? ახლა ეს განვიხილოთ. არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება. ბალის სანაცვლოდ საკუთრებაში წამოღებული, ანუ წართმეული საქონელი იბეგრება საბაჟო ფასით DRG-ის გარეშე. საბაჟო საწყობში საქონლის შეძენა იბეგრება სხვაობის თანხა მხოლოდ და თიზის საწარმოდან საქონლის შეძენა იბეგრება აგაც სხვაობის თანხა. არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება. არარეზიდენტი, ვინც არ არის დაფუძნებული, არ ცხოვრობს საქართველოში, ხო? არარეზიდენტისგან რომ მივიღე მომსახურება 100 ლარი, გადავრიცხავ უკუდაბეკრვის DRG-ს 18 ლარს, თუ მომსახურება და გაწევის ადგილი საქართველოს ჩაითვალა B2B პრინციპის მიხედვით, ვეგრავ ან ავანს ან შესრულებას, რომელიც პირველი მოხდება.
უკუდაბეგროს იხდის ყველა, მაგრამ საბოლოო გადამხდელი არის ის, ვინც არ არის დღგ-ის გადამხდელი, ვისაც ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები აქვს და საწარმო, რომელიც დღგ-ის არა გადამხდელია, რადგან ვერ მიიღებს ჩათვლას, ანუ ვერ დაიბრუნებს იმ გადახდელ გადასახადს და 18%-იანი ბრუნვის მქონე საწარმო ბეგრავს და იმავდროულად ითვლის. მეორე ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში წამოღებული საქონელი. უკუდაბეგრის დღგ შეიძლება წარმოიშვას ორ ქართულ შპს-ს შორისაც. მაგალითად, შპს ერთმა ვალის სანაცვლოდ წამოიღო საქონელი შპს ოვრისგან. მიმღები შპს ერთი საბაზრო ფასით დაბეგრავს უკუდაბეგრის დღგ-თი. საბაჟო საწყობში საქონლის შეძენა. მაგალითად, ქართულმა შპს ბეტამ შემოიტანა საქონელი უცხოეთიდან 10,000 ლარად და დაასაწყობა საბაჟო საწყობში. დღგ არ გადაუხდია, რადგან არ განუბაჟებია. ქართულმა შპს ალფამ შპს ბეტასგან საბაჟო საწყობიდან იყიდა განუბაჟებელი საქონელი 15,000 ლარად. გვაქვს ორი ვარიანტი, ხა და ორივე განვიხილოთ. აი თუ შპს ალფამ რეექსპორტზე გაიტანა ეს საქონელი, მაშინ თვითონაც არ გამოდის გადამხდელი, იმიტომ რომ არც მას არ განუბაჟებია და გადასახადს დღგ-ს აღარ გადაიხდის. თუ განაბაჟა, მაშინ მოუწევს დაბეგროს დღგ-თი, რადგან მოექცა იმპორტის რეჟიმში. 15,000 ლარიდან ჯამში 18%-ს გადაიხდის, მაგრამ გადაიხდის ორ ეტაპად. ასე იგი, იმპორტის დღგ-ს გადაიხდა ჯერ 10,000 ლარიდან 18% ცალკე და ხოლო უკუდაბეგრის დღგ-ს გადაიხდის 5,000 ლარიდან. საქონლის ასე თქვა საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას არის სხვადასხვა რეჟიმები, იგივე სასაქონლო ოპერაციები, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, საბაჟო საწყობის რეჟიმები. იმპორტის დღგ იმპორტს მე განვიხილავ შემდეგ ვიდეოშიც. სულ ეს იყო, თითქმის ყველაფერს მოვუყარე ერთად თავი. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოებსაც მალე ავტვირთ.